مرحبا أصدقائي أنا إيكا كفستادزا. Mi debba stare molto bene. C'est pourquoi nous devons savoir ce qui se passe. ხმა ჩემია, ინტონაცია ჩემია. მას შეუძლია უბრალოდ ძალიან მარტივად მოვატყუოს უმრავი ადამიანი. თუ ადამიანის სახეობას ემუქრება სერიოზული პრობლემა მომავალში, ეს ემუქრება ხელოვნური ინტელექტისგან. მეგონი ყველანი ხვდები დაახლოებით, რატომ არის საშიში რომ შექმნა არსება, რომელიც არის შენზე ბევრად უფრო ჭკვიანი. მას შეუძლია რომ თავისით ავტომატურად დაურეკოს ადამიანს, დაელაპარაკოს მისი შვილის ხმით და დაარწმუნოს რომ ფული გადაურიცხოს რაღაც ანგარიშზე. როგორც ბირთვული იარაღი რომ შეიქმნა, სამხარო შეიცვალა, ეგეთი სამყაროს ცვლილება არის გეოპოლიტიკურად. არ ვიცი, რაღაცა ძალიან აპოკალიფსია, ხო? მოდი, კი, გეტყვით, რას ვფიქრობ. არსებობს მართლა ოპტიმისტური სცენარი, ხელოვნური ინტელექტთან, რაც არის რომ სტუდიაში ყავს მინდი არაბული, წერალი, სცენარისტი, მათ შორის ბექა ყორშიას სცენარისტი, თბილისის სტენდაპის წევრი, მარკეტოლოგი, ხო? კოპირაიტერი, მაგრამ ნუ სფერო ეგ არის. მოკლედ, მინდია, არ ვიცი, შენ რა შთაბეჭდილება დაგრჩა ამ საუბრის მოსმენის შემდეგ, მაგრამ მე ცოტა დეპრესიაში ჩავარდი, რაღაცა აპოკალიფსური განცდები მაქვს და სხვათა შორის ისეთი კვირაა, რომ მგონია, რომ ამ გადაცემის შემდეგ ბევრი შეიძლება რაღაცა სერიოზულად დაფიქრდეს ცხოვრებაზე, მათ შორის, რა ვიცი, რელიგიაზეც, მათ შორის, იმიტომ რომ ასეთ დროს ადამიანები რაღაცა გამოსავალს რელიგიაში პოულობენ ხოლმე, თუმცა ამბავი ის არის, რომ ეს მიმართულებაც რელიგიად ყალიბდება. მოდი, ცოტა უკუნა დავიწყოთ. ეს რასთანაც ახკავშირი გვაქვს ChatGPT და შემდეგ არ არის ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ ვეძახით ხელოვნურ ინტელექტს როგორც არ ვიცი ისეთ რა კულტურაში გამყარებული ფრაზა არის და მაგითო ვიყენებთ. არის ენობრივი მოდელები. დიდი ენობრივი მოდელები, რომლებიც არის ძალიან შთამბეჭდავი ტექნოლოგია არის, LLM-ებს ეძახიან large language model-ებს. ძალიან შთამბეჭდავი ტექნოლოგია არის, თუმცა თავის პრინციპში მაინც მუშაობს ენის წინასწარმეტყველებაზე. ანუ რა დატაც აქვს, იმ დატიდან გამომდინარე, როგორ შეუძლია რომ იწინასწარმეტყველოს რა წინადადება ააწყოს. ან პირველი აბზაციდან შემდეგი აბზაცი იწევს. ანუ ენის სიმულაციას უფრო გავს ვიდრე ინტელექტს. თუმცა არის ესეთი 60-იანებში დაწერილი წიგნი არის, რომელიც თეორიულად აყალიბებს მოდელს ხელოვნური ინტელექტის, რომელსაც შეუძლია რომ საკუთარი თავი განავითაროს. ანუ ეხლა მაგალითად ტრეინინგი, ანუ მანქანური სწავლება, რითიც ხდება რეალურად, გუშინ დაიდო ახალი მოდელი ChatGPT-ის კიდევ. ანუ ძალიან უკვე სწრაფად იდება რა, ხო? თუ მაგალითად პირველ წელს იყო წელში 2 ახალი მოდელი გამოუშვეს, ეხლა არის ფაქტობრივად ყოველ თვე ახალი მოდელი მოდის, რომელიც კიდე და კიდე უსწრებს რა. თუმცა მაინც მანქანური სწავლების მოდელი უკვე საკუთარი თავისთვის იწყებს სწავლებას როგორ განვითარდეს. აი ეს არის რასაც singularity-ს ეძახიან, ანუ სინგულარულობა. ანუ აღარ ჭირდება ჩვენი ჩარევა აღარ უნდა. ადამიანის ჩარევა. ეგ არის აი ამ AI ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული, ან LLM-ებზე დაფუძნებული კულტურის აპოკალიფსი. ოღონდ აპოკალიფსი როცა ვამბობ, ჩვენ ცუდი გაგებით ვიცით, მაგრამ რეალურად ბიბლიაში აპოკალიფსი კულმინაციური წერტილი არის, ხო? ანუ რის მერეც მართლები ერთ ადგილას გადავლენ და მტყუნები მეორე ადგილას. რწმენით სისტემაში არის რაღაცა წერტილი, ესეთი. AI რელიგიაში არის ეს სინგულარობა. სინგულარობამდე არის კიდე ერთი ტერმინი, რომელიც შეგვიძლია შევმოდარდეთ, AGI-ს ეძახიან. AGI Artificial General Intelligence, ანუ ხელოვნური ზოგადი ინტელექტი, ხო? ეს არის მოდელი, ისე თეორიული მოდელი არის. მოკლედ ეს არის მოდელი, რომელიც ფაქტობრივად არის შენი, ანუ სუპერ ინტელექტის და სუპერ ძალის მქონე მოსამსახური. ანუ თუ ხა ChatGPT ტექსტ გვიწერს, ან მაქსიმუმ დაგუგლოს რაღაცა, AGI არის, რომელიც ნებისმიერ ამოცანას გადაწყვეტს და თავად წყვეტს როგორ გადაწყვეტოს ეს ამოცანა. ანუ არაფერს კიდე ერთხელ, არაფერში ადამიანი აღარ ჭირდება. კი ბატონო, ანუ სინგულარობა არის მასობრივი სოციალური, სადაც კაცობრიობა იცვლება აი ამ იმაზე, საფუძველზე, თუმცა ტექნოლოგია მის უკან არის AGI. და ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ არც ერთი არ არსებობს ჯერ. ანუ ჯერ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი მოდელები, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი სტარტაპი, რომელშიც დება ძალიან ბევრი ფული,
რომლებიც მარტო იმიტომ არსებობს, რომ საკუთარ ინვესტორებს პირდებიან AGI-ის მოსვლას, როგორც მესიის მოსვლას დაახლოებით. ხო და ეს რატო ვამბობ, რომ სტრუქტურულად იქნება რელიგიის ფორმა, იმიტომ რომ თუ მე უყურებ საზოგადოებას, რომელსაც აქვს იდეა, რა იდეისკენაც მიდის, რომელსაც აქვს აი დაახლოებით აპოკალიფტური რაღაც, რომ ან ყველა გადავრჩებით, ან არავინ არ რაღაცა იქნება. და მანამდე თუ ყავს მესიანური ფიგურა და მობილიზდება დიდი საზოგადოება, რომ ამაზე იმუშაონ, რომ სწრაფად მოხდეს, ეს არის რელიგიის სტრუქტურა. ხო და შესაბამისად ყავს თავისი ფიგურები, თავისი წინასწარმეტყველები, მასკები და θილები და კურტისი არვინები, რაზეც უკვე იყო საუბარი. თუმცა მაინც აი, როდესაც უყურებთ ამ მიმართულებას, მოგახსოვს, რომ ეს ჯერ რწმენის საკითხი არის და შეიძლება არც იყოს სიმართლე. მაგრამ რაც გვაქვს ჯერ ამანაც უკვე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკაზეც, სოციალურ სტრუქტურებზეც, ადამიანების გონებაზეც. ანუ უკვე ვხედავთ ხელოვნური ინტელექტი როგორ ცვლის ყველაფერს და შესაბამისად როგორ ხდება ის პოლიტიკოსების ხელში, ძლიერი და გავლენიანი, ფულიანი ადამიანების ხელში მანიპულაციის იარაღი. კი ბატონო. ერთის მხრივ რასაკვირველია, ხელოვნური ინტელექტი ძალიან გვეხმარება ბევრ რამეში, ინდივიდუალურ დონეზეც, ძალიან კარგია, მათ შორის განსაკუთრებით კარგია ჯანდაცვაში და შედეგებს ხედავთ, მაგრამ მეორე მხრივ გამოიკვეთა უკვე ნიშნები, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ის ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის და რამდენად შეიძლება მან გავლენა იქონიოს იმ თუნდაც სოციალურ ქსოვილზე, რომელშიც ვცხოვრობთ, პოლიტიკაზე, ფორმირებებზე, რომ დემოკრატია შეიძლება აღარ იყოს ის მართლობის ის ფორმა და ბოლო ფორმა, რომელიც აქამდე არსებობდა. ხო. იცი რა, მანდ საფრთხეები, მოდი ახლა ვილაპარაკოთ საფრთხეებზე, რომლებიც არა მომავალში, არამედ ახლა არის, ხო? სამ საფრთხეს გამოვხდი. ერთ-ერთი საფრთხე არის ის რომ გვეგონოს რომ ხელოვნური ინტელექტი რასაც ვეძახით არის მართლა ხელოვნური ინტელექტი და რატო ამბობ ამას? აი მაგალითისთვის ვიტყვი. შეიძლება რომ არავის არ კონდეს, ანუ ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას მართლა არავის არ კონდეს ცუდი განზრახვები. მაგალითისთვის ლექს ფრიდმანთან იყო ზელენსკი. თავის 1-2 თვის წინ რაღაცა ინტერვიუ ჰქონდა. ესე იგი ეს ინტერვიუ დაიდო სამ ენაზე: რუსულად, უკრაინულად და ინგლისურად. კი ბატონო, და მე პირველად რო ვნახე, ვიფიქრე რომ ზელენსკიმ როდის ისწავლა ასეთი ინგლისური. კი ბატონო. They did not listen. Some are afraid, some have other issues, they have different reasons. It's like when a person is drowning and people walk by because they can't hear them. And someone walks on by crying. ეს თარგმანი იყო გაკეთებული 11 Labs ქვია, ესეთ კომპანია არის, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი კომპანია არის, იღებს, აი დაახლოებით ჰეიგენი მე მგონი რითიც შენი ვიდეო იყო, მაგ ტექნოლოგიას იყენებს. ესე იგი თარგმნის შენი ხმით, შენი ინტონაციით, შენი ემოციის გადმოცემით თარგმნის იმას. ჯერთ ეს არის დიდი საკითხი, რომ ერთ ენაში რა ემოციებიც არის, რა არავერბალური ნიშნებიც აქვს ემოციას. ეს იმავე ენაში რომ გადათარგმნო, ცოტა აგრესიულად ხარ შეიძლება, ცოტა ანუ არავერბალური ნიშნულები რაც ენას აქვს. სხვა ემოციაში თუ ეგრევე სხვა ენაში თუ ეგრევე გადაიტანე, საერთოდ სხვა მნიშვნელობას სხვა შეიძენს. მაგრამ მეორე იყო ძალიან საინტერესო შემთხვევა იდიომაზე. როდესაც ფრიდმანმა კითხა, რომ აი უკრაინაში არის მაგალითად კორუფციის პრობლემა. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც ლენდლიზის შედეგად რაღაც წამოსული ფული რაღაცა რამდენიმე кейსი იყო, რომ თქვენ თავად აღიარეთ, რომ კორუფციის პრობლემა იყო. ესე იგი, ზელენსკიმ გასახო, რომ კი ვაღიარებთ, ჩვენ როგორც ყველა ქვეყანაში უკრაინაშიც იყო, თუმცა ჩვენ ვპოულობთ ამ ადამიანებს და მათ ხელზე ურტყავთ. ეს ვთქვა უკრაინულად. ინგლისურად ეს ითარგმნა პირდაპირ. We slapped them on the wrist. საქმე ისე რომ slap on the wrist იდიომატურად ნიშნავს აი ესე უშვებით რა ინგლისურად. რაც არ ნიშნავს უკრაინულად. ანუ მიზეზი ახლა რა გამოვიდა ზელენსკი თქვა რომ კი ვპოულობთ ამ ადამიანებს, მაგრამ ესე რა ხო, ხელზე მოუთათუნებთ. ხელს მოუთათუნებთ ესე და ესე უშვებთ და შემდეგ ეს ამოიჭრა და მე იყო რომ ნახე აღიარა ამ ადამიანმა.
ანუ რეალურად არავის არ ქონდა ხო განზრახვა რომ ცუდი რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ იმიტომ რომ ამ ტექნოლოგიას ვენდობით როგორც ავტორიტეტულ ტექნოლოგიას, ჩვენ არ ვუშვებთ იმას, რომ შეცდომებს უშვებს, თუნდაც ესეთ შეცდომებს. ხო, ეს ერთი არის. არ ვიცი, ბევრი შეგვიძლია იმას საუბარი, რომ მაგალითად ის, რასაც პროდუქტების სახით ხედავთ ახლა, იმით ჯენერაცია იქნება თუ, ახლა მაგალითად თუ ბებია მოტყუდა იმით, რომ ის ხო, ახლა Facebook-ზე ვილაპარაკოთ, რაზეც რომელსაც უხმარობთ და ძალიან პოპულარულია საქართველოში და ყველაზე, ასე ვთქვათ, უწყინარი რამე, რაც შეგვხვედრია, რაღაცა მაგალითად ოპოფი, რაღაცნაირი ოპოფი. ეხლა ხდება სხვა ხო, და აი ყველა წერს და ბუნება რას ქმნის, როგორ შედევრებს ქმნის და მე ვიღაცა დაუწერს, რომ რაღაცა 800 კომენტარის შემდეგ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული, მაგრამ არავის არ აინტერესებს. მოკლედ, მან დაიჯერა, რომ რაღაცა ესეთი ოპოფი ბუნებაში არსებობს. მაგაზე სანამ ვისაუბრებთ, ძალიან კარგი იქნება თუ მივხვდებით რა ევოლუცია გაიარა Facebook-მა, როგორც 2000-იანების მთავარმა სოციალურმა ქსელმა და რატო ის კი არა რომ ეს ადამიანები რატო რეაგირებენ ამას. ეს ადამიანები რეაგირებენ იმიტომ რომ ხედავენ ბავშვს რომელმაც რაღაც ასანთის ღერებისგან ააშენა უზარმაზარი ქანდაკება და ამბობენ რა მაგარია, ხო? ანუ მათ მხარეს არის. კითხვა არის ვინც აკეთებს ამას, რა ინტერესი აქვს და რა მიზეზი აქვს. ეხლა გავიხსენოთ 2015 წელი იყო, როდესაც გამოჩნდა ესეთი აქტორი Cambridge Analytica. Cambridge Analytica იყო ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია, რომელიც იდენტიფიცირდებოდა როგორც data შესწავლის კომპანია. Cambridge Analytica-ს რას აკეთებდა რეალურად? კვიზებს უშვებდა Facebook-ში, აი კვიზები რაღაც, არ ვიცი, ეს მოგწონს თუ არა, ანუ 5 ამოსარჩევ მაგალითს რო გაძლევენ და იქიდან უნდა აირჩიო. საერთოდ თუ ხსოვს რაღაც 2010-იანების დასაწყისში Facebook-ი მარტო კვიზები იყო, რომელი Disney-ის პრინცესა ვარ და რაღაცა ეგეთი, ან რომელი დედოფალი ვიყავი წარსულში. კი, სულ მაგას აკეთებდა ხალხი. კი. ან ერთობოდნენ ამით. და ამასობაში მათი მონაცემები, მათი მონაცემს Cambridge Analytica იპარავდა. ხო, აი რა ხდებოდა? იპარავდა არა. ანუ Cambridge Analytica რაღაც ეტაპზე მიხვდა, რომ ტრადიციული სოციოლოგიური დემოგრაფიები ინტერნეტში აღარ მუშაობს რა, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი, ანუ ნაკლებად არის მნიშვნელოვანი მე შემოსავალი რა მაქვს, მე რაღაცა რა ასაკის ვარ და ასე შემდეგ, უფრო მნიშვნელოვანი არის მე როგორ რეაგირებ რაღაცა კონტენტზე. მე რა მაბრაზებს, რა მაცინებს, რა מחარებს, რა მასედიანებს. ანუ ემოციები. კი. მათ დაიწყეს ემოციური პროფილების შექმნა. მათ დაიწყეს ფსიქოსოციალური პროფილების შექმნა. ამ პროფილებს როგორ ქმნიდნენ? გაჩვენებდნენ რაღაცებს და გეუბნებოდნენ, მე ემოციებიც დაამატა ხო Facebook-მა. ანუ გაჩვენებდნენ რაღაცებს და გეუბნებოდნენ, რომ ეს შენ როგორ იგრძენი თავი ამის ყურებისას. მე მგონი $5 უხდიდნენ ადამიანებს თავის იმაზე რა თავის პლატფორმაზე. თუმცა უნდა დალოგინებულიყავი Facebook-ით. Facebook-ით უნდა შესულიყავი. როდესაც ამათ უტოვებდი ამ შენ ეს მაბრაზებს, ეს მაცინებს, ეს რაღაცა ისინი არა მხოლოდ შენ მონაცემებს იღებდნენ, მთელი შენი სამეგობროს მონაცემებს იღებდნენ. ანუ იცოდნენ რა ბაბლში ხარ. ბაბლი მაშინ არ არსებობდა სიტყვა, დრო და დრო გაჩნდა. ესე იგი, ამის შემდეგ Cambridge Analytica აკეთებდა ექსპერიმენტებს. რა ექსპერიმენტებს აკეთებდა? რო აიდენტიფიცირებდა ამ ბაბლებს, რომ ეს ადამიანები მეტნაკლებად ბუნებრივად ამაზე რეაგირებენ ესე, ამაზე ბრაზობენ და ამაზე რაღაცა კურირებულ ფიდებს ათარგეთებდა მათზე. ხა კურირებულ ფიდებს ათარგეთებდა მათზე გადავიდა. კი, ანუ სამიზნე აუდიტორია კონკრეტული მესიჯისთვის ირჩევდა, იქიდან გამომდინარე იცოდა რა რეაქცია ექნებოდა რაზე. რეალურად მიზანი არ ქონდა, რომ კიდევ ერთხელ გაიბრაზა. არ მიზანი ქონდა, რომ აბა თუ შევცვლი ამათ რეაქციას. და გამოვიდა რომ შეუძლია რომ შეცვალოს ამ ემოციური პროფილებით აგებული ადამიანების რეაქცია. თუ მაგალითად მე ინდიფერენტული ვიყავი პირობითი, არ ვიცი, ჰილარი კლინტონის მიმართ 2016 წლის არჩევნებამდე. აი, ნუ რეალური მაგალითი რაც არის, მაგალითად არის რომ swing state-ებში რაც არის, ხო? ხო, ანუ იმ შტატებში, სადაც ანუ ზოგჯერ დემოკრატები იგებენ, ზოგჯერ რესპუბლიკელები და არ ყავს ან ერთ პარტიას ან მეორეს მყარი ამორჩეველი. ტრამპის კამპანიის დროს აქტიურად იყო დათარგეთებული
არა ის რომ ტრამპი კარგი არის, არამედ ის რომ ჰილარი ცუდია. Brexit-თან დაკავშირებით ნაიჯელ ფარაჟი, ანუ ბრიტანელი მემარჯვენე, ხო. ასევე იყენებდა, ანუ Cambridge Analytica-სთან ასევე ჰქონდა კავშირები და ასევე კამპანიაში, ანუ ასევე ჯონსონი იყენებდა სხვა შორის, უბრალოდ ჯონსონს არ დაუდასტურდა Cambridge Analytica-სთან კავშირები, მაგრამ რაღაცა იმის შვილობილ კომპანიასთან დაუდასტურდა. ანუ რაღაცა მესიჯები, აი ამ ემოციურ დემოგრაფიებს თუ როცა სასწავლდა Cambridge Analytica, ტესტავდა რაღაცა მესიჯებს და შემდეგ თუ ხედავდა რომ მართლაც სვლა შესაძლებელი არის, ამის დაფუძნებით უკვე ყიდდა თავის პროდუქტს პოლიტიკურ კამპანიებში. ეს პოლიტიკურ კამპანიები გამოიყენეს ტრამპმა, როგორც გამოიყენა Brexit-მა. ეს მოხდა 2016-მდე. შესაბამისად ეს ხო პირველი დიდი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში Facebook-ის მხრიდან. ხო, მან Facebook იყო უფრო პლატფორმა, ვიდრე აქტორი. მაგრამ შემდეგ თვითონ გახდა აქტორი. ხო. Facebook ალგორითმის შექმნის მოდელით, ხო? ხო, Facebook-მა აქ რაც ნახა არის, რომ ეს არის უსაზღვროდ ეფექტური მიდგომა. ანუ უსაზღვროდ ეფექტური მიდგომა არის, რომ მე თავის დროზე, ახლა წელი ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ თავის დროზე Facebook-ზე რო რეგისტრირდებოდი, რასაც მოგწონდა იმას ლაიქ საჭერდი და მარტო იმას გაჩვენებდა. და ლოგიკა იყო ის, რომ შენ იცი რა მოგწონს. შენ იცი, რომ შეგიძლია რომ არის რაღაც მუსიკა მოგწონს და კინო მოგწონს და პოლიტიკა არ გაინტერესებს მაგალითად და მარტო იმის ფიცს ხედავ. თუმცა ამ ლოგიკიდან შეიცვალა, რომ Facebook-მა უკეთ იცის შენ რა მოგწონს. ესე გეუბნება, იმიტომ რომ კურირებულ ფიდებს გაძლევს რა, ანუ რაღაცა ალთაბალთიდან რაღაცებს გაძლევს, რომელიც საერთოდ არ შეიძლება არ დაგაინტერესებდე. თუმცა, როცა ამებს გაჩვენებს, ტესტავს შენ რეაქციას ამაზე, იმიტომ რომ შენ ჭირდები როგორც ემოციური დემოგრაფიის წევრი. იმიტომ რომ ეხლა ინტერესი რატო აქვს, იმიტომ რომ თურმე ეს არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში მუშაობს, არამედ გაყიდვებში ძალიან კარგად მუშაობს. თუმე ესე აგრესიულად დაგაიდენტიფიცირებ და ეს ანუ ხელოვნური ინტელექტი აქ შემოდის, რომ რეალურად ალგორითმული იდენტიფიკაცია ამის უკან ვინც იღებს გადაწყვეტილებას, ვინც ახარისხებს ამ ყველაფერს, არის მანქანური სწავლების მოდელები. უბრალოდ ეს არ არის პროდუქტები, ეს არის ChatGPT, ანუ ვერ ხედავთ ამ ხელოვნურ ინტელექტს. მაგრამ რეალურად ჩვენ გვკითხულობს ეს ხელოვნური ინტელექტი. ანუ კი, და სხვა შორის ჰარარის ქონდა მაგაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ჰომოდეუსში უკვე, რომ ხელოვნური ინტელექტი გაცილებით უკეთესად გვიცნობს ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს. ამიტომ ალგორითმები გვთავაზობს იმას, რისი მოსმენა, წყურებაც, ნახვაც, წაკითხვაც გვინდა. შემთხვევა იყო, როდესაც და თავაზობს, ასე ვთქვათ, შეგვიძლია უკეთესად შეარჩიოთ მეწყვილე ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ. შემთხვევა იყო, მე მგონი ამერიკაში იყო შემთხვევა, რომ რაღაცა ეტაპზე ვიღაც ქალს უცებ დაუწყო საბავშვო პროდუქტების ამოყრა. და ორ კვირაში თუ ერთ კვირაში გაიგო, რომ ფეხმძიმედ არის. ანუ სანამ თავად ეცოდინებოდა საკუთარი ფიდის აქტივობამ პატერნი გამოკვეთა იმისა, რომ ეს ქალი, ანუ როგორ ეხლა ეს მაგია რო არ იყოს, ხო, როგორ ხდება, ხო, მართი აგვიხსენი. მაგალითად, ფეხმძიმე ამ ერთი მაგალითის ხაზი, ხო? რაღაცა მესამე თვეში პირობითად, როდესაც სანამ მეორე თვეში, სანამ არ იცის ადამიანის ფეხმძიმედ არის, შეიძლება რომ ქცევაში ეცვლებოდეს რაღაცები. აი მაგალითად, უფრო ესაყვალება ძაღლების ვიდეოები, ან რაღაცა ეგეთი, ხო? ალგორითმი ამას აიდენტიფიცირებს. მე ალგორითმი მიყვება ამ ადამიანს და უყურებს, რომ ეს ჯერ ამას აკეთებს, ამასა და მე ეს ადამიანი იწყებს, როცა იცის, რომ ფეხმძიმეარი იწყებს საბავშვო პროდუქტების ყიდვას, ან მომზადებას, რომ შვილი გაუჩნდება. ანუ ეს ადამიანი ამ ადამიანს თითო გაიგებდა, რომ ფეხმძიმეა მისი ქცევის ცვლილებებით დაასკვნა ალგორითმმა, რომ შეიძლება ფეხმძიმე იყოს. ოღონდ ეს ბრმად ხდება ალგორითმზე. შემდეგ ადამიანი, რომელიც იმავე ქმედებებს ამჟღავნებს, ალგორითმი უკვე წინასწარმეტყველებს, რომ ამას 1-2-3 თვეში საბავშვო პროდუქტები დასჭირდა, მოდი ახლა შევთავაზო ეს. და ხდება ესეთი რაღაცა მკითხაობა. აი ის აგვიხსნა, აი რამდენჯერ ყოფილა მეც შემთხვევია ესეთი ამბავი ძალიან ბევრჯერ და დარწმუნებული ვარ ყველას, რომ აი რაღაცაზე ვლაპარაკობთ მეგობრებთან. ტელეფონი აი ესე დევს, ახლა მე და შე როგორც გვიდევს, ხო? და რაღაცას განვიხილავთ და შემდეგ შევდივართ Facebook-ზე და აი ზუსტად ის პროდუქტი ამოდის.
კი, ეგ როგორც არ დადასტურებულა რომ ეგ ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ დადასტურებულა რომ იყენებენ მაგას, თუმცა აი ხა მაგალითი იყო რომ რაღაც როიალის რომელიც კონკრეტულ როიალზე ვლაპარაკობდით, სტაინვეიზე რაღაც არ ვიცი საიდან მივედით ამ თემამდე და რაღაც შოთიკოც იყო იქ და ყველანი ერთად ვლაპარაკობდით და შოთიკო ცოტა ხანში მეუბნებ რომ ნახე სტაინვეის რეკლამა ამომიგდო. ხო, ესე იგი რაც მანამდე შოთიკოს ინტერესი მუსიკალური ინსტრუმენტების მიმართ არაფრით და არაფერში არ გამოუხატავს. ხო, რაც ვიცით ახლა. რას როგორ საიდან აგროვებენ მონაცემებს. ანუ ჩვენი Google search-ით, ანუ თუ Facebook-ზე არ დავსერჩი და Google-ზე დავსერჩე, მაინც ამომიგდებს რეკლამას, იმიტომ რომ არის უნიფიცირებული სისტემა არის ამ მონაცემების შეგროვების. თუ მაგალითად მუსიკით არის და ანუ თუ მაგალითად აიდენტიფიცირებს სოციალური ქსელი, რომ მე ვიღაც ადამიანთან ხშირი მიმოწერა მაქვს, რომელიც შეიძლება ჩემი მეუღლე იყოს ან რაღაც ახლობელი ადამიანი და იმ ადამიანს შეიძლება ინტერესებდეს მუსიკა, პირობითად როიალი, შეიძლება მეც ამომიგდოს როიალი. იმიტომ რომ უკვე მე მიყურებს როგორც ქსელის წევრს და არა ინდივიდს. თუმცა ასევე არის, ისევ არ დადასტურებული, მაგრამ ტექნოლოგიურად ხელს არაფერი არ უშლის, რომ ხო მართლაც შენი smartphone-ი გისმენს და შემდეგ შენ საუბარზე დაყრდნობით ცდილობს გამოიცნოს რა დაგახვედროს წინ. იმიტომ რომ ეს არის რეალურად ძალიან პერვერსიული მიდგომა ტექნოლოგიის ჩვენ მიმართ, იმიტომ რომ სურვილის წინასწარმეტყველებას აკეთებს, ხო? ანუ მე შეიძლება რომ როიალი და რაღაც არ ვიცი, სარეცხი ქვაბი, არ ვიცი, რაღაცები არ იყოს იმდანად ბოროტული რაღაცა შემოთავაზება, ხო? თუმცა მე შეიძლება რომ იდეოლოგია შემოთავაზოს. იმიტომ რომ ხო, ანუ ნახე ჩვენ Facebook-ი შეიქმნა როგორც კომერციული პლატფორმა, ბიზნეს პლატფორმა, ხო? ანუ ამოც ხო, თავიდან თითქოს ყოველ შემთხვევაში ესე დაანონსდა. და ალგორითმიც ხა ისე იქნება, როგორც სწავლობს იმისათვის, რომ შემოგთავაზ, ანუ მისი მიზანი რა არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს მიგაჯვა დაგვადას. ეგეც ეკრანთან. ამიტომ ეს ახლა ჩავსვათ. და ამ შესაბამისად იმისათვის რომ უფრო მეტი დრო გავატარო მე Facebook-ზე, კონკრეტულად მოდ Facebook-ზე ვილაპარაკოთ, მიგდებს ისეთ ამბებს, რაც ჩემთვის საინტერესოა, რომ დიდხანს დავრჩებ. აი, საინტერესო არ არის სწორი ტერმინი. რაზეც რეაქცია გექნება. რაზეც რეაქცია მექნება. კი ბატონო, გაგაბრაზებს მე. ხო, იმიტომ რომ მე ამომიგდოს რეკლამა, კიდე ამომიგდოს რეკლამა, ну რაც უფრო დიდ დროს ვატარებ Facebook-ზე, მით მეტ რეკლამას ხედავ. შესაბამისად, ამ ალგორითმმა მერე თავისთავად ჩამოაყალიბა ეს ბაბლები და ეს ბაბლები შემდეგ გახდა სამიზნე უკვე პოლიტიკური მიზნებისთვის. ხო. თუ Facebook-მა, ანუ უკვე თავისი პროფილი შეიცვალა, რადგან ჩვენ ვლაპარაკობდით ტექ ძმებზე, ერთ-ერთი ძმა არის ცუკერბერგი, რომელიც ასევე გამოჩნდა ტრამპის ინაუგურაციაზე და რომელსაც სხვების მსგავსად გაუჩნდა ძალიან დიდი ამბიცია პოლიტიკური ძალაუფლების. იმაში რა ქვია, ტექ ძმა ტერმინზე მინდა უბრალოდ თქვა, რომ კი ტექ ბროს კი ეძახიან, მაგრამ ბროს ქართულად უფრო ბაბუ აქვს თარგმანი. აი ბაბუს რო ეძახიან ახლა გოგონებთ ტექ ბაბუს. ეს ცალკე იყოს. ეს არის კვერცხი და ქათამი ამბავი რა. ანუ რეალურად ერთმანეთს ყვებავს ეს. ცოტა გვერდიან იყო MySpace-ი ასევე, ხო? იყო ესეთი სოციალური ქსელი MySpace-ი, რომელიც იყო Facebook-ამდე. MySpace-ი მოკვდა, Facebook-ი გადარჩა. MySpace და Facebook-ი ფუნქციურად იყო ერთი და იგივე. ანუ ისევ შენამატებდი მეგობრებს, შენამატებდი რაღაცას, უფრო გვიან მოვიდა Facebook-ი, MySpace-ი პირველი იყო. თუმცა მიზეზი რატომაც Facebook-ი გადარჩა, გააკეთა, რომ ადაპტაცია ქნა ზუსტად აი ამ ალგორითმული ურთიერთობის პერიოდთან. არ ვიცი, ანუ მე არ ვიტყვი რომ ეს რაღაცა ვიღაცის დაგეგმილი იყო, რომ ასე მომხდარიყო. უბრალოდ ამ ეტაპზე ტექნოლოგიური განვითარების ამ ეტაპზე
ყველაზე ლოგიკური და ყველაზე ოპტიმალური გადარჩენის თითქმის ევოლუციური გადარჩენის გზა იყო რომ შენ დაგეინტეგრირებინა ავტომატიზირებული სისტემები სოციალურ ქსელებში. თუმცა ისევ და ისევ ამაზე აი ობამას პერიოდის ოპტიმიზმი ხო იყო ამერიკაში. როდესაც 2008 წლის კრიზისის მერე მოვიდა ობამა იმ პერიოდში ну აი 9/11 მოხდა მერე ადამიანები მაინც ნელ-ნელა ცივი ომის შემდგომ პერიოდში ამერიკა იყო გამარჯვებული მერე მოხდა 9/11 როდესაც შეირღა ცოტა ის ისა მერე მოხდა ფინანსური კრიზისი როდესაც უკვე ცხადი აღარ იყო რომ ანუ მოთხოვნები გაჩნდა დიდი ბიზნესების და დიდი ბანკების მიმართ რომ თქვენი არსებობა თავისთავად სიკეთე არ არის და მერე მოვიდა ობამას პერიოდის ოპტიმიზმი და ობამას პერიოდის ოპტიმიზმში ტექნოლოგიური კულტურა იქცა პროგრესულ კულტურად. ანუ სტივ ჯობსი და ცუკერბერგი და მასკიც მათ შორის მაგ პერიოდში იყვნენ პროგრესის, ლიბერალური პროგრესის სახეხატები, ხო? ანუ სოციალური ქსელები იყო მოწოდებული როგორც ადამიანები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, უფრო ღიები იქნებიან. არაბული გაზაფხული იყო მაგალითი, სადაც პროტესტები მოხდა Facebook-ზე დაიგეგმა პროტესტები პირველად, ფაქტობრივად, ხო? ანუ ეს იყო რაღაცნაირი ჩვენი თანხმობა მოკლედ არსებობდა იმაზე რომ დაგვეინტეგრირებინა სოციალური ქსელები ჩვენ ცხოვრებაში იმიტომ რომ გვიხატავდნენ მომავლის ოპტიმისტურ სურათს. მაგრამ მერე მოხდა ის რომ ეხლა თუ ჩვენ ვლაპარაკობთ გახლეჩვაზე საზოგადოებების და არა მხოლოდ ორ ნაწილად, არამედ რამდენიმე ნაწილად, რასაც ბაბლებს ვეძახით. ხო, აი ეს ამაში ლომის წვლილი მიუძღვის სოციალურ ქსელებს და მოდი ისე Facebook-ზე ვილაპარაკოთ, რადგან საქართველოში ყველაზე პოპულარულია, იმიტომ რომ იყო ესეთი ცნობილი კალათბურთელი და ჩემ შულთან გადავამოწმე ხო ნამდვილად არსებობს მეთქი კი ეს კალათბურთელი და კი ნამდვილად და პოპულარული კალათბურთელია, რომელსაც სჯეროდა რომ დედამიწა არის ბრტყელი. ოხ კი, ეგ ძალიან ცნობილი ამბავია, ხო? იმიტომ რომ ეს რო გავიგე, მართალი გითხრათ, არ ვიცი, გაოცებისგან საწავსულიყავი, მაგრამ აი როგორ შეიძლება დაიჯეროს კაცმა, რომ დედამიწა არის ბრტყელი? იმიტომ რომ ის ბაბლი შეიკრა ერთი ინტერესებით, ერთი შიშებით, ერთი რაღაცა შფოთით თუ მოკლედ ერთი რაღაცა ნიშნით შეიკრა ბაბლი. და მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ როგორც თქვით, რომ დიდხანს მიაჯაჭვა ეკრანთან, ანუ თუ ბაბლი იჩენს ინტერესს რაღაცა შეთქმულების ან რაღაცა თეორიების მიმართ, შეგიძლია მიაწოდო რამდენიც გინდა იმდენი შეთქმულების თეორია და იმ ბაბლში ყველა ადამიანს ჯერა ამ შეთქმულების თეორიის და ამ კალათბურთელს სახელი და კვარი გახსოვს. შეიძლება დენის როდმანი იყო, არ ვარ და იცი რა, აი ძალიან შეცდომაში ვიყავი შეყვანილი, იმიტომ რომ გარშემო არავინ არ აპროტესტებდა ამ ამბავს, რომ იყო ტყელი დედამიწა იყო ბრტყელი. ანუ საბოლოო ჯამში ეს ალგორითმები ისე შეიქმნა, რომ ჩვენ თუ ვართ რაღაცა ჯგუფში, ხო, ალგორითმ ის მიზანი კი არა აქვს, რომ ან პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ამ ალგორითმის გამოყენება უნდა, რომ ჩვენი ქცევა შეცვალოს. არამედ რომ ჩვენი ქცევა კიდევ უფრო განამტკიცოს, ანუ ჩვენი რწმენები კიდევ უფრო განამტკიცოს და ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ფლობთ ერთადერთ ჭეშმარიტებას და როცა შენ ფიქრობ, რომ შენ ჭეშმარიტებას ფლობ და სხვა აზრი ყველა სისულელია, რასაკვირველია უკვე კომუნიკაციას აღარ ამყარებ მეორე მხარესთან, ფიქრობ, რომ აპრიორი ფიქრობ, რომ ის სულელია, მისი აზრები არ არის გასათვალისწინებელი და წყდება დიალოგი. კი, დიალოგი წყდება, მაგისი ესენციური ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვანი არის ბევრი ასპექტში, მათ შორის სოციალური ქსელების, მათ შორის ChatGPT-ების და შემდეგ და მათ შორის თანამედროვე პოლიტიკურ ასპექტში არის რაღაცა, რასაც უწოდებენ feedback loops, ანუ ქართულად რო თარგმნოთ, უკავშირის წრედი. უკავშირის წრედი რა არის? როგორ ხდება მანქანური სწავლებით, როგორ ხდება სისტემის დაჭკვიანება? მაგალითად სისტემა მეუბნება იმას ხელოვნური ინტელექტის სისტემას. ნუ ხელოვნური ინტელექტი დაუძახოთ. მეუბნები, ეს არის ჭიქა. კი, მეუბნება, ეს არის კატა. მე მეუბნები, არა, ეს არის ჭიქა. მინუს იწერს, მე სხვანაირი ჭიქას ვაჩვენებ. ის მეუბნება, ეს არის სხვა რაღაცა. მეუბნები, არა, ეს არის
ესეც ჭიქა არის. მინუს სიწერს ყველა ჯერზე, როდესაც არასწორ პასუხს ცემს, პლუს სიწერს ყველა ჯერზე, როდესაც სწორ პასუხს ცემს. ეს ძალიან მარტივი მოდელი რო თქვა. ანუ მისი სწავლის, ანუ აქსიომებზე არ არის დაფუძნებული, რომ მისი სწავლა არის ძალიან ემპირიულ trial and error-ზე რაც არის, ხო? ანუ თუ მე არასწორი ვიქნები რამეში, შენ უნდა შემისწორო და მე სხვა ჯერზე უკვე ამ ახალ ინფორმაციას დაფუძნებით ვეცდები გამოცნობას. მუდმივი გამოცნობის სისტემა არის, ხო? ესე იგი, ეს feedback loop, ეს უკავშირის წრედი, რეალურად მილიარდჯერ რო გააკეთო, მე ძალიან იშვიათად დაუშვებს შეცდომას. მაგრამ რაღაცა შეცდომებს მაინც დაუშვებს და ანუ რწმენა არის, რომ რაც უფრო ბევრს ასწავლი, იმის ხო, ამეცადინა, ხო, რაც უფრო ბევრს ეხა ChatGPT და რაღაცა ესეთი ძალიან კარგია. ეხა ამ ეტაპზე არის გადასარევი, კომფორტის წყარო, წარმომადგენელია. არა მარტო გადასარევია, მაგრამ არის ძალიან ბევრი სისტემა, რომელიც არის საკმაოდ ძვირი იმისთვის, რომ ამუშაო, მაგრამ სამომხმარებლო ფაზაზე არის დაყვანილი. იმიტომ რომ რაღაცა გაგებით იმისთვის, რომ განვითარდეს, ჩვენი თავი სჭირდება. ჩვენ უნდა ვასწავლოთ. ხო, მაგალითად ChatGPT-ს ვასწავლეთ ჩვენ ძალიან კარგად ქართული ენა. ხო. ანუ მე როცა დავიწყე მისი ხმარება, მისი ქართული იყო ბევრად უფრო ცუდი, ვიდრე ეხლა 2 თვის შემდეგ. ქართული ვასწავლეთ, ქართველი ვასწავლეთ ქართული. კი, როდესაც ის არის, როდესაც აახლებენ მოდელებს, ეს ახალი მოდელები იმით კი არ მიდის, რომ ახალ უკეთეს ფორმულას პოულობენ. იმით მიდის, რომ უფრო მეტი მონაცემი აქვთ, რის საფუძვლად, იმიტომ რომ ჩვენ ველაპარაკებით ChatGPT-ს, ანუ უფრო მეტი მონაცემი აქვთ ამ საუბრებიდანაც, ანუ პირველი მონაცემები წამოიღეს სოციალურ ქსელებიდან, წამოიღეს გაციფრულებული კომუნიკაციიდან, ეხლა უფრო მეტი მონაცემი აქვთ უშუალოდ ამ ChatGPT-თან საუბრიდან, რითაც ქმნიან მონაცემთა ბაზებს და ეს მონაცემთა ბაზები აუმჯობესებს ამ სისტემებს. ერთი, კაი გამახსენდა, DeepSeek, ხო, ანუ ჩინური, რომელიც ბევრად უფრო იაფად გააკეთეს ჩინელებმა და ხო, იაფად გააკეთეს. მოკლედ, არ ვიცი ხა რამდენად არის ეგ ის, მაგრამ OpenAI-ის, ანუ ხელმის ChatGPT-ის მამობრივი კომპანიის თუ დედა კომპანიის ვიყოთ ისინი. გაცხადებით, DeepSeek-მა მოიპარა მონაცემთა ბაზა. ანუ OpenAI-ის მოიპარა მონაცემთა ბაზა. რომ ახლა თუ მართლა მოიპარა, მართლა მარტივად გააკეთებენ. რა ხო, იმიტომ რომ დიდად აღარ სამუშაოს ნაწილი შესრულებული იყო. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადაუხვია, ნებისმიერ შემთხვევაში ლოგიკა ურთიერთობის ციფრულ სივრცესთან დავიდა ამ უკავშირის წრედებზე. ის როგორც თუნდაც დონალდ ტრამპი ურთიერთობს საკუთარ მოსახლეობასთან, საკუთარ პოლიტიკურ პროექტს როგორც მართავს, არ არის არც კონსტიტუციას დაფუძნებული, არის უკავშირის წრედი. ანუ მე რაღაცას ვიტყვი, მივიღებ უკავშირს, მე ვიტყვი, რომ ეს ესე არ იყო. მე ვიტყვი, რომ ზელენსკი დიქტატორია, მივიღებ ცუდ უკავშირს, მე ვიტყვი, რომ ეს არ მithქვამს. ანუ რაღაცა შემოვიდა, არა უბრალოდ ტექნოლოგია შემოვიდა, არამედ ურთიერთობის ლოგიკა შემოვიდა, რომელიც დიდ სივრცეზე გადის. ხო, და სხვათა შორის აქვე კითხავ მაშინ, რომ იცი ტრამპის შემთხვევაში იცი რა არის ყველაზე გამაოგნებელი, რომ ტრამპმა დაარღვია ყველანაირი წესი პოლიტიკოსი როგორ ლაპარაკობს, რაზე ლაპარაკობს, რა სამეთყველო ლექსიკას იყენებს. აი ყველაფერი, ანუ მანამდე რომ ეს ვინმეს ექნა, ხო? რაღაც ეგრევე ჩამოიწერებოდა ამერიკის პოლიტიკიდან. მანამდე რომ ვინმესთვის ვინმე გამოეჭირათ რაღაცა Playboy-ის ვარსკვლავისთვის ფულის მიცემაში რომ გაჩუმებულიყო, ეგრევე ჩამოიწერებოდა პოლიტიკიდან, ხომ ლევინსკის ის რომ მოვიყვანოთ, ხო, მაგალითი, ბილ კლინტონს იმპიჩმენტი გადაურჩა ძლივს. აი აბსოლუტურად ყველა როგონია რომ მორჩა, აი მე ვფიქრობ რომ აი მეორე დღეს ტრამპი უკვე დამთავრებული იქნება, იმიტომ რომ მან დაარღვია ყველა მიღებული ამ საუკუნის განმავლობაში გამჯდარი ყველა ნორმა, მაგრამ ხდება პირიქით. კი. ხო, ეგ ძალიან საინტერესო ფენომენია, იმიტომ მაგაზე ამბობდნენ, რომ ეხლა Watergate მოხდეს ამერიკაში, აი მესამე დღეს დაავიწყდება ყველას. ანუ რამაც ნიქსონი ჩამოხსნა, როგორც პრეზიდენტი. კი, საქმე ისაა, რომ
ჩვენ ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ აი იმ ბედკრულ მომენტს, სადაც პირველად დავინახეთ, რომ სოციალური ქსელებით, გულისხმობ Cambridge Analytica-ს ექსპერიმენტს, სოციალური ქსელებით შესაძლებელი არის ადამიანებს შეუქმნა რწმენითი სისტემა. ეს რწმენითი სისტემა შეიძლება რელიგია არც იყოს, ეს შეიძლება იყოს ის რომ მაგალითად აი დოგმება თუ იქცა უკვე რელიგია. ხო, აი flat earth-ები, ხო, რომელსაც ძირითადად დედამიწა ბრტყელი არის, ხო? ეს რომელიც იყო რაღაცა პატარა ჯგუფი, მარგინალური ჯგუფი იყო, მაგრამ გაიზარდა როგორც უცნაური კონტრ ინტელექტუალიზმი. ანუ რეალურად ჩვენ ხო აკადემიას ვენდობოდით. ხო, მეცნიერებას. ხო, მეცნიერებას აკადემიას ვენდობოდით რაღაც ეს ჯგუფი გაიზარდა როგორც გაიზარდა და სიტყვაზე ანუ საკუთარი რწმენითი სისტემა შეიქმნა როგორც თითქოს კონტრკულტურა აი ამ ელიტური ფოე მეცნიერების. ეს ანუ რეალობა უარყო, ხო? არა, მათთვის ეს რეალობა არის, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა გონებაში და ფსიქოლოგიურად რა ხდება საინტერესო არის რა თქმა უნდა, მაგრამ მაგას სპეკულაციები იქნება. თუმცა ერთი რაღაც რაც ტექნოლოგიურად რო შევხედოთ, ხო, ამ დეზინფორმაციის იმებს. ბენონი ახსენეთ იმაში, ბენონთან ერთად შეგვიძლია ვახსენოთ ევგენი პრიგოჟინი, რომელიც რუსეთში არა მხოლოდ ვაგნერის ჯგუფი ქონდა, არამედ ქონდა, რა თქვა, ინტერნეტის შემსწავლელი ინსტიტუტი თუ რაღაცა ეგეთი. რომელიც იყო ტროლების ქარხანა. ხო, ის პეტერბურგის ტროლების ქარხანა. პეტერბურგის ტროლების ქარხანა. მისი ნოუ-ჰაუსავით იყო თუ ოსტოს მან გააკეთა პირველ. პრიგოჟინის ტროლები და ბენონის ტროლები და ნუ მოკლედ ტექნოლოგიები იყენებდნენ ერთსა და იმავე სტრატეგიას. ეს სტრატეგია არის, რომ მე პირველი ეტაპი არის, რომ მაქსიმალურად დაგაბნიო, მაქსიმალურად შეგაგდო დისკომფორტულ გარემოში, ეს fake news-ებით იქნება თუ რაღაცა შეტევებით იქნება, ანუ ესეთი ციფრული შეტევებით, ინფორმაციული შეტევებით იქნება, გავავრცელებ ყველაზე წარმოუდგენელ აბსურდებს, რომელიც შეიძლება პოლიტიკური საერთოდ არ იყოს. flat earth-ებზე გავავრცელებ ამ აბსურდებს, განახებ, რომ აი ადამიანები არიან და გეუბნებიან, რომ იქ რაღაცა გვატყუებენ და ის უნდა დაიფარო, ფოლგისგან გაკეთებული ქუდი უნდა დაიფარო, რომ არ მოტყუდე და შემდეგ, ანუ ეგეც არის? კი, როგორ არა, ეგ არის უნიფორმა. და მოკლედ ანუ შევქმნი პარანოის შეგრძნებას. და რეალურად ეხა ისე და ისე მე ხო ვარ ადამიანი, რომელიც შევდივარ და ხედავ რაღაცა ამბებს, რომლებიც რაღაც რეაქცია უნდა მქონდეს, ხო? მე ვერ მოვასწრებ გადამოწმებას, მაგალითი არის დონბასის 2012 წელს, როდესაც 14 წელს, როცა ყირიმში შევიდა, შემდეგ დონბასში და ლუგანსკში და წვანეკაცუნები, ხო? წვანეკაცუნები. მოკლედ, იქიდან წამოვიდა აბსოლუტურად გამოგონილი, მაგრამ აბსოლუტურად კატასტროფულად საშინელი ის რა, ბავშვი გააკრეს ჯვარზე, კი, ცნობილი ამბავია ძალიან. ხო, ეხლა მე სანამ დავიწყებ გადამოწმებას ბავშვი გააკრეს თუ არა ჯვარზე, მანამდე ისეთი ემოცია წამომება. ხო, კი. ეს ემოცია არის ჩემი ძღვენი ამ ამბიონზე. იმიტომ რომ რეალურად მე შემდეგ ემოციურად, როგორც თქვი, ანუ ემოციური პროფილები იქნება, ხო? მე ემოციურად უკავშირდები ჩემნაირ დემოგრაფიებს და ჩვენ აი როგორც წარმოვიდგინოთ, რომ ეს რაღაცა დიდი არენა, სადაც მე ანუ რაღაცა სპორტულ ივენტს უყურებ, რაღაცა გლადიატორულ რაღაცას უყურებ და იქ რაციონალი ჩემი აღარ მუშაობს, ხო? იქ მუშაობს ჩემი ჯგუფური მიკუთვნებადობა, რომ მე მიყვარს ჩემი გუნდი და ვერ ვიტან მოწინააღმდეგე გუნდს და იმის რა ქვია, რაღაც იმის ხარდამჭერებს. ხო და ეგ რო წარმოვიდგინოთ, რომ ეს მასობრივად ხდება პლანეტარულ დონეზე, არიან აქტორები, რომლებისთვისაც ფორმულა არის ესეთი, რომ მე გაგინადგურებ, როგორც წესი მუშაობს უფრო ნაკლები რეალური განათლების, ანუ ნაკლები აკადემიური განათლების ადამიანებს, ხო? მე გაგინადგურებ ყველა წარმოდგენის სისტემას, რაც შეიძლება გქონია, ჩვენთან ხდება შეგვიძლია მე ვისაუბროთ მაგას. და შემდეგ მოგცემ სტაბილურობას. ტრამპი არის სტაბილურობა. ანუ მე ტრამპს იმიტომ არ დავთმობ, რომ ტრამპი არის რამდენადაც გიჟი გინდა იყოს, ის რომ მე და ბევრი სხვა ადამიანი ტრამპს უჭერთ მხარს, ეს არის ჩემი ბოლოს. აი ხა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ. ბაშა მე მგონი უფრო დიდ დეპრესიაში ჩაგვაგდო, ხო? სანდრომ რაც დაგვაკლავ, ინდიამ დაგვიმატა. ანუ რო გავყოთ რა ეპოქაში შევედით. ადრე ჩვენს გონებაზე გავლენას ახდენდა
ტრადიციული რაღაცები, ხო? სკოლა, ოჯახში, წიგნი, გაზეთი, ტელევიზია, სადაც ხარისხი კონტროლდებოდა, ხო? ანუ შენ სამეცნიერო ჟურნალში ვერ გამოაქვეყნებდი იმას, იყო ესეთი ზოგიერთი შემთხვევა, ხო, მაგალითად იგივე აუტიზმზე სხვათა შორის ეს საინტერესოა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ გამონაკლისები იყო, მაგრამ ყველაფერი კონტროლდებოდა, რომ ეს ნამდვილად მეცნიერულია, დადასტურებულია, წიგნებიც ასე იწერებოდა, ანუ მეცნიერება აკონტროლებდა წიგნების, სკოლების, გაზეთების საშუალებით შენს გონებას, მაგალითად გაზეთში, ხო, ვიღაცას ქუჩიდან არ აიყვანე, ხო, რომ დაგეწერა დიდ გავლენიან გაზეთში, რაღაცა აუცილებლად რაღაცა ცენზი უნდა გქონოდა. ანუ დიდწილად ასე იყო. და ადამიანებიც, რასაც კითხულობდნენ, მას უჯერებდნენ. ეს სამყარო ჩაბარდა წარსულს. ეხლა შენზე გავლენა შეიძლება იქონიოს ვიღაც კაცმა, რომელსაც პარანოია აქვს, თუ ქალმა რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანმა, რომელსაც რაღაცა პარანოია აქვს, მაგრამ ის ამ პარანოიაზე ისე საინტერესო წერს, რომ შენ შეგიძლია შეგიტყუოს, დაგარწმუნოს და რაც ადრე გჯეროდან, რაც გისწავლია სკოლაში, უნივერსიტეტში, ყველაფერი გადაგაფასებინოს. ანუ ანუ ჩვენი გონებაზე კონტროლი აღარ აქვს მეცნიერებამდე დავიდე თუ გადამოწმებულ ფაქტებს. არამედ უკვე ყველაფერს აქვს, ყველაფერს შეუძლია ადამიანის გონების გაკონტროლება. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შეიძლება გახდეს ინფლუენსერი, TikTok-ით, მას შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანის გონება გააკონტროლოს. ანუ რო შევაჯამოთ არ ვიცი. რა შევაჯამოთ, ხო? ანუ რაღაცა შევდგით ფეხი ძალიან ბნელ ოთახში, არ ვიცით საით მივდივართ, რას გადავეჩეხებით, რას მივეჯახებით უფრო სწორად, სად გადავიჩეხებით. მოკლედ რაღაცა ძალიან ესეთი მომავალია წინ ამ თვალსაზრისით. ციფრული სამყარო არის დიდი უსიერი ტყე, სადაც არ ვიცით რა საფრთხე არის ჩასაფრებული, ხო? ნუ რეალურად ეხა ჩემი აზრი არის ასე ადამიანები. ჩვენ გვიქნია უკვე ეგ, დასავლურ საზოგადოებას უქნია ეგ, ანუ დამსხრეულა. ეხა მე რაც ვიღაპარაკე ავტორიტარიზმს არ ეხება იქ რასაც ყველაფერი გაკონტროლებულია. დამსხრეულა მეტნაკლებად რაციონალური სისტემა რწმენის, ანუ რომის იმპერიის სახით, ან ანტიკური პროექტის სახით, აქვს პროექტი უწოდოთ და დამდგარა ეპოქა, რომელიც იყო ნაკლებად რაციონალური, უფრო სპირიტუალიზირებული, ასე ვთქვათ, რომელსაც შუა საუკუნეობრივი სიბნელე, ესე ვთქვათ. ეხლა სიბნელე იყო ერთ ასპექტში, მეორე ასპექტში იყო, რა თქმა უნდა, თავის განვითარებები და რაღაცები, თუმცა ლოგიკა იმისა, რომ ერთიანი სურათი გვაქვს სამყაროსი, აღარ იყო. ჩვენ რა ეპოქაშიც შევდივართ, შეგვიძლია უწოდოთ ტექნოს შუა საუკუნეები. იმიტომ რომ ბევრი პარალელი შეგვიძლია გავაბათ ერთმანეთთან, მაგალითად ის, რომ კონსენსუსი არ გვექნება, ან პოსტ-კონსენსუს საზოგადოება ვიქნებით, გვექნება ძალიან ძლიერი ტრაიბალიზმი, ანუ დაყოფა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, გვეყოლებიან ტექნოფეოდალები, როგორც არიან და ჩვენ გავაჩეროთ, ხო? თუმცა, იცი რა, ერთი რაღაც არის, რომ შუა საუკუნეებში ასევე იყო ხალხი, რომელიც, რა ვიცი, იცავდა common sense-ს, საღი აზრის ისინიც იყო, ხო, კერებიც იყო და ნუ რა კი აქსელერაციონიზმის ერთი ხაზი არის, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. შეიძლება ჩვენ ცხოვრებაშიც მოვესწროთ იმას, რომ ერთ რაღაცას ვიტყვი უბრალოდ ისე, რომ ყველაზე მეტად რასაც ემსგავსება ეს არის, რომ ეს ლიბერალური დემოკრატიული პროექტი რეალურად უნდა იქცეს ლიბერალიზმის და დემოკრატიის ტრადიციონალისტად, რომელიც სიტყვაზე აი ამ ძალიან წინ გაქცეულ ხო, უკან დააპირ კონსერვატიზმი უნდა გახდეს სინამდვილეში და ლიბერალურ ღირებულებებთან, ანუ როგორც მამები და პაპები, მამა-პაპა ლიბერალები როგორც ანუ ხო, ძველი ნაღდი კონსტიტუციური ლიბერალიზმის ძირებთან და ღირებულებებთან გადარჩებით, ხო, ამასაც რასაკვირველია ექნება ძალიან დიდი უკურეაქცია ბექლეში, რასაც ქვია. ეხლა რაც ხდება ესეც უკურეაქცია, მათ შორის 90-იანი წლების ბუმზე, რომელსაც მოყვა შემდეგ
აი ეს ფინანსური კრიზისი და აი ეხლა რაც დაიწყება, ამასაც ექნება თავისი აუცილებლად უკურიაქცია და ერთი მინდა ვთქვა და ამით დავასრულო ზოგადად ასია ისტორიის მანძილზე რომ ნებისმიერ დიდ ტექნოლოგიურ გარღვევას აუცილებლად მოყვება კონსერვატიზმის დაბრუნება. წარსულის ნოსტალგია, კონსერვატიზმის დაბრუნება, რომანტიზაცია წარსულის და ჩვენც ეხა რაღაც ამ ტიპის მოვლენებთან გვაქვს საქმე, როდესაც ულტრამემარჯვენეების თქვა აღზევებას ხედავთ, მაგრამ კიდე რაღაცა ტიპის უკურიაქცია იქნება. მოკლედ რთულ, მძიმე, მაგრამ საინტერესო დროში ვცხოვრობთ, ამით დავემშვიდოთ თავი. მოკლედ ასეთი იყო ჩვენი გადაცემა. ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო, რაც მთავარია, ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ თქვენს კომენტარებშიც გამოეხმაუროთ ამ თემას, რას ფიქრობთ აი ამ გადაცემის შემდეგ, რა შთაბეჭდილებები შეგექმნათ, რა განცდები გაგიჩნდათ, რა კითხვები დაგიგროვდათ, მე შევეცდებით ამ კითხვებზე გიპასუხოთ, ცალკე გადაცემებით ჩავწეროთ, რომ კითხვებზე პასუხების, ამ ფორმატზეც ვფიქრობთ და მოკლედ ძალიან გვინდა, რომ აქტიური ინტერაქცია გქონდეს თქვენთან, იმედია თქვენი რეკომენდაცია, არ ვიცი შევასრულეთ თუ არა, რომ ცოტა ვილაპარაკე, ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხوار შეგიშალე ხელი. არა, არაფერი არ შემიძლია. აი ესე დავითახმები. კარგი, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს არის ჩვენი პლატფორმა მისმინე, ვისაც არ გამოგიწერეთ, აუცილებლად გამოიწერეთ, გამოყვებით Facebook-ზე და TikTok-ზე.